მოკლედ როგორც შეგვიძლია ესე იგი წამოვედით საკედლებზე აი ეს სია რაც ჩამოვწერეთ ანუ რამდენი გვინდა ერთი კვირის განმავლობაში და ელანელა შევიძნოთ ახლა რა დაждდება საერთო ჯამში ჯერ არა მოკლედ ესე იგი პირველ რიგში გვინდა ესე გვინდა ბრინჯი ესე იგი 350 გრამი მქონდა დღის განმავლობაში რაც საერთო ჯამში გამოვიდა ნუ 2 კილო და 450 გრამი ნუ ვიგიდოთ 2 კილო და 500 ანუ ეს ბრინჯი ინდივიდუალურია მე მაგალითად ვერჯამ ისეთ ბრინჯს რომელიც მოხარშვის შემდეგ ფაფასავით ხდება შესაბამისად ყიდულობ ხოლმე ისეთი ბრინჯს რომელიც ან პარში გატარებულს ან ისეთ ბრინჯს რომელიც კარგად იხარშება მოკლედ ამ მაღაზიაში საკმაოდ ხშირად ყიდულობ ხოლმე ბრინჯს და ძალიან კაი ხარისხენია თან არის წონის შესაბამისად შედარებით იაფიც არის მოკლედ ესე იგი შემდეგი გვინდა მიწის თხილი 700 გრამი მინდა საერთო ჯამში ანუ ისე ვთქვათ მოსახლეზე იყიდეთ მე მოხალეთ ანუ ეცოდინებათ მაინც რომ ზედმეტი მარილები არ იქნება შიგნით და იქნება კარგად დამზადებული ნუ თუ გეზარებათ შეგიძლიათ უკვე მოხლილი იყიდოთ მოკლედ ეს თქვენზე არის დამოკიდებული მიწის თხილი მინდა კიდე 700 გრამი ოკეი მოკლედ შემდეგი რასაც ვიდეოთ ეს არის კვერცხი კვერცხის რა თქმა უნდა ეს თქვენზეა დამოკიდებული შეგიძლიათ დახუცული იყიდოთ შეგიძლიათ იყიდოთ ცალობით რო იყიდოთ და განსხვავება რა არის მე ვიდეოთ აი ამ კვერცხს რომელიც 35 აი ზომა ის რაც დახუცულია და ღირს იგივე ფასი გამიჯერეთ ამ კვერცხზე ბევრად პატარა არის ზომა შესაბამისად შიგნით შემავალი ცილების რაოდენობა შეესაბამება თუ არა იმას რომ ერთ კვერცხში არის 6 გრამი საერთოდ მაგრამ აი ამ კვერცხში ნამდვილად იქნება 6 გრამის და მეტიც ასე რომ ეს გვინდა ჩვენ 28 არის საერთო ჯამში. ესე იგი შემდეგი ვიდეო ხათოს როგორც გითხარით ასე ვთქვათ მთლიანობაში ამ გვინდა კილო და 400 მაგრამ მალფუჭებადია მაინც ის პროდუქტი ასე რომ 400 გრამობით ვიდეო ხოლმე რომ ოჯამაზე მეყოს ასე ვთქვათ და მე შესაბამისად ყოველდღიურ ახალი მივიღოთ რა არა ფას მაინც დავთვლი საერთო ჯამში რამდენი გამოვიდა რომ კილო და 400 გვინდა სულ მოკლედ როგორც შეგვიძლია დაპირებულიც და ასე ვთქვათ ქათმის ხორცზე აქ როგორც ხედავთ ასე ვთქვათ სადღაც 10 ლარი დაჯდა 1 კილო გაუყინავი ქათმის ფილე შესაბამისად იგივე ფასში მოგვივიდა აი ეს ზუსტი რაოდენობა არ ვიცი რამდენი კილო და რამდენი არის ну სადღაც 5 და რაღაც არის ბარკალი და 2 კილო უეჭველი ვიცი რო არის შესაბამისად ახლა ორივეს მოვხარშავთ უკვე ზა პროდუქტს ასე ვთქვათ გავწონით და სუფთა ხორცი ასე ვთქვათ ბარკალით გამორჩება მომიწევს ну რაც შეეხება ფარშს ну ფარშსა და გული მაგაფიან კერძ ქათმის კერძს ეს უკვე ну გამორჩება ამას არ ჭირდება ერთადერთი კიდევ თუ გახსოვთ დიეტაში ასევე იყო საქონლის ხორცი და ну გამომდინარე იქიდან რომ ფასი ჩემის აზრით 1 კილო საქონლის ხორცის რაღაც ну 20 ლარიდან ასე ვთქვათ თუ ვიღაც ნახავთ სადმე ძალიან კაია 22 23 27 ლარის კირირს ვფიქრობ რავი ფინანსური თვალსაჩინო ჩვენ ახლა ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ყველაზე მინიმუმ რა დაუჯდება ასე ვთქვათ სპორტსმენს სადღაც 100 კილოსთვის ანუ მე რამდენი ვარ ეტაპზე თუმცა სანამ ეს ვიდეო მოვამზადე რაღაცები როგორც იცით წინა ვიდეო ჩავწერე რომ off seasons ვაჩერებდი იმის გამო რომ დაკავებოთ ცოტა უკვე ზონაში დაკლება დავიწყი ასე ვთქვათ და ну მოკლედ სადღაც ესე 97 კილო ვარ ამ ეტაპზე შესაბამისად ანუ რამდენი დამიჯდება კვება მინიმალური რაოდენობით ანუ მინიმალური განახარჯით რომ ერთი კვირა ვიკვებო ხო ანუ ესე იგი საქონლის ხორცზე როგორც გითხარით ასე ვთქვათ ამ ეტაპზე უარს ვიძახით იმიტომ რომ არღის ნამდვილად ამხელა თანხის გადაყრა მაშინ როცა 10 ლარში მოგდის 2 კილო ქათმის ბარკალი 1 კილო საქონლის ხორცში გადახდაო თუნდაც 22 ლარის მე მგონი ნუ ცოტა არ იყოს და გადაჭარბებული არის რა მოკლედ ასე ვთქვათ ეხლა ამას ყველაფერს მოვხარშავთ მე გამოვარჩევთ ავწონით და ვნახოთ რომელი მათგანი ერთი და იგივე თანხაში შეძენილი დაგვიტოვებს უფრო მეტი რაოდენობის სუფთა ხორცს
მოკლედ როგორც ხედავთ მოუხარშეთ ცალკე ბარკალი, ცალკე ქათმისფილე და სასწორზე ნახეთ რომ ქათმისფილემ ასე ვთქვათ 1 კილომ დაიჭირა 568 გრამი უკვე მომზადებული, ხოლო რამის 200 გრამით მეტი გამოვიდა ბარკალი, ანუ იყო სადღაც 751 ზუსტად. ნუ მოკლედ ასე ვთქვათ ჩიტი ბტყნად ღირს ამ შემთხვევაში და ჩიტი არა და მოკლედ ქათმის ბარკალი ბტყნად ღირს, იმიტომ რომ სადღაც 100-ზე მეტი გრამია სხვაობა. ნუ რავი, ჩემი აზრით ფინანსურად უფრო მომგებიანი არის, რა თქმა უნდა, ქათმის ბარკლის შეძენა. იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ასე ვთქვათ, მოხარშვის შედეგად ორივე თეთრი ხორცი არის და ნუ შედა 100 გრამში ორივე ერთი და იგივე რაოდენობის ცილა. ასე რომ არჩევანი თქვენზეა. თუ არ გეზარებათ ხელების გასვრა და 2 კილო მოხარშული ქათმის ბარკალის გარჩევა, იმ შემთხვევაში რომ მიიღოთ 700 გრამი ქათამი და რაც საერთო ჯამში ესე იგი მოგცემთ 140 გრამ ცილას, შეგიძლიათ შეიძინოთ ქათმის მკერდი, ასე ვთქვათ. მოკლედ არჩევანი თქვენზეა. მოკლედ ახლა დავითვალოთ საერთო ჯამში რამდენი გამოვიდა და უკვე ციფრებით გავიგოთ რა დაგვიждდება ერთი კვირა. მოკლედ როგორც იქნა ასე ვთქვათ ეს ვიდეო ბოლომდე მივიყვანე და იქამდე სანამ ჩემს ზურგს უკან ასე ვთქვათ განახებთ იმ საბოლოო თანხას რა ჯდება ერთი კვირა, სწორედ აი ამ რაციონის გათვალისწინებით. მინდა გითხრათ ის რომ მე სამწუხაროდ ბევრი ვეცადე და ოფ სეზონში აი ამ რბოლას ასე ვთქვათ ვაკლდები. ბოლო 2 თვე ფაქტიურად საერთოდ არ მივარჯიშია. გამომდინარე დღესდღეობით ამ სოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და ეს არანაირად არ უკავშირდება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ ჩემი მხრიდან ასე ვთქვათ აი ამ ჩემი ინფორმაციის დამალვა იქნებოდა ეგოიზმი იმ ხალხთან მიმართებაში, ვისაც განზრახული აქვს ოფსეზონი გააკეთოს და შესაბამისად ელოდებოდა კიდევაც აი ამ ჩემ ვიდეოს. კიდევ ერთხელ ხას გაუსმევ იმას რომ რაციონის შერჩევისას, ჩითმილების კეთებისას, წასუსნავების დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არ გაიზარდოს აი ამ თქვენ წონასთან ერთად არასასურველი ცხიმის რაოდენობა, არასასურველი ქოლესტერინის რაოდენობა, რაც თქვენს ჯანმრთელობას წონის მატებასთან ერთად, ასე ვთქვათ, საფრთხესაც გაუზრდის. რაც შეეხება მოკლედ საბოლოოდ რა გამოგვივიდა, რა ციფრები მივიღეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ეს რაციონი არის ძალიან მშრალი რაციონი, გამომდინარე იქიდან, რომ აღებული მაქვს მხოლოდ ასე ვთქვათ ძირეული ინგრედიენტები, თქვენ არას უნდა გაამდიდროთ, არამედ საჭიროა კვებაში ჩართოთ ბოსტნეული, იმიტომ რომ ორგანიზმი ასე ვთქვათ უჯრედისაც საჭიროებს და ასეთი დიდი ოდენობით ხორცის მიღება მხოლოდ ბრინჯთან ერთად არ არის კარგი ჩვენი კუჭისთვის, საკმაოდ მძიმე მოსანელებელია, აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს რაციონში უჯრედისიც. რაც შეეხება ციფრებს, მოკლედ როგორც ხედავთ ასე ვთქვათ დაფაზე, ესე იგი ჩვენ გამოგვივიდა ის რომ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვჭირდებოდა ბრინჯი 2 კილო ნახევარი. შესაბამისად ფასი იმ დროისთვის ცოტა განსხვავებული იყო, მაგრამ დღეს უკვე ფასები ძალიან ბევრ პროდუქტზე მომატებულია, აღარ გადამიმოწმებია სიმართლე გითხრათ. მოკლედ ესე იგი ბრინჯის ფასი ესე იგი დაგვიждდებოდა 21 ლარი და 25 თეთრი, იმის გათვალისწინებით თუ თქვენ ვალარ ნახევარს მიცემთ 1 კილო ბრინჯი, მიწის თხილი 560, კვერცხი გააჩნია ფასს, რა თქმა უნდა, გვინდა ასე ვთქვათ, იქ იყო ლაპარაკი, რომ 4 ცალი უნდა გეჭამათ დილით, ესეც თქვენზე დამოკიდებული, ფასით შესაბამისად მე ვყიდულობ 35 თეთრი ამ კვერცხს, იმიტომ რომ ზომაში საკმაოდ დიდია და ჩემის აზრით ესეთი ზომის კვერცხი უნდა შეიცავდეს 6 გრამ ცილას. გამოგვივიდა 12 ლარი და 25 თეთრი, ხაჭო მინდოდა კილო და 400, 7.50 ღირს იმ მაღაზიაში, რომელშიც მე ვყიდულობ ხაჭოს, გამოგვივიდა 10.50 და რაც შეეხება ქათამს.
ვიდეოში ნახეთ რომ აღებული იყო ხათმის მკერდის კაფილე და შესაბამისად იყო აღებული ხათმის ბარგალი, მაგრამ ციფრები რო უფრო ადვილად დავითვალოთ, ასეთ ისე გამოგვივიდა რომ სადღაც კილო და 100 გრამი გაუყინავი ხათმის ფილე მოგცემდა 600-დან 700 გრამამდე მოხარშულ ხორცს, ესეც იქიდან გამომდინარე რომ საქონლის ხორცი ამოვიღეთ, ვირაიდან კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმენ რომ 22-23 ლარის მიცემა 1 კილო საქონლის ხორცში, ჩემის აზრით, ბიუჯეტური სპორტსმენისთვის საკმაოდ მაღალი ციფრია, ხო? გამოგვივიდა ესე იგი, მოკლედ 7 კილო და 700 გვინდა, ასე ვთქვათ, კილო და 100 რო მოვხარშოთ ყოველდღიურად. და დღესდღეობით ფასი შეადგენს სადღაც 12 ლარს, როგორც მე ვიცი, და გამოგვივიდა 92 ლარი და 40 თეთრი ხათმის ხორცი. საერთო ჯამში ამ ყველაფერმა შეადგინა 142 ლარი ერთი კვირის განმავლობაში. ეს მხოლოდ ეს ინგრედიენტები. როგორც ხედავთ, ოფსეზონი არ ჯდება იაფი, სამწუხაროდ ჩვენი ფასებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იქიდან გამომდინარე თუ რამდენი კილო ბრძანდებით თქვენ, შეიძლება იყოს ნაკლები, ან შეიძლება იყოს მეტი. ამას რა თქმა უნდა კიდევ დამატებული ვიტამინები, რომელიც აუცილებელი არის ფერმენტიზაციისთვის, დამატებული დანამატები, ესეც თქვენი გამოვნებით რა თქმა უნდა. და ის რაც გითხარით, ხო, შეგიძლიათ კი არა აუცილებელია მიიღოთ პოსტნეული, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სიტყვაზე რაღაცა რაოდენობის ნახშირწყლები მოვაკლოთ კონკრეტულ რაღაცა დღეს და იმის მაგივრად მიირთვათ ხილი. მოკლედ, აი ეს ვიდეო, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი გავოდინეთ, ბოდიში ვიხდი, იმიტომ რომ სულ მინდოდა რომ რაღაცას ჩავღაუჯებოდი და ოფსეზონი დამეწყო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა წელს. თუ შემოგიერთდებით აი ამ გზაზე, მე აუცილებლად დავდებ ვიდეოს და შეგატყობინებთ, მაგრამ მათ გასაგონად, ვინც ამ ვიდეოს შემდეგ გადაწყვეტ ოფსეზონის დაწყებას, მე მოხარული ვიქნები თქვენი შედეგები რომ მაცნობოთ. თუ რაიმე რჩევა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ აქვე, ანუ ვიდეოს ქვეშ და აკომენტაროთ, ან page-ზე მომწეროთ, მე დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხებს და გაგიწერთ კონსულტაციებს ონლაინში. ჩემთვის ეს უფრო სასიამოვნო იქნება. მოკლედ გისურვებთ წარმატებებს და ველოდების შედეგებს. დროებით.